საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორმა ვაჟა კირტავამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მატნის გვირაბზე დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. გვირაბში, რომელშიც ზემო ალაზნის სარწყავის სისტემა გადის, ჩამონგრეული კედელი რკინა ბეტონით მოპირკეთდა და ქვა ღორღისგან გაიწმინდა. შედეგად ახმეტის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტის 35 სოფლის 20,000-მდე ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი იქნება სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი. ვაჟა კირტავამ ასევე სოფელ ფშავლისა და ლალისყურში მიმდინარე ნაურდლის სარწყავის სისტემის შიდა სამეურნეო ქსელის სარემონტო სამუშაოებიც დაათვალიერა. ნაურდლის სარწყავის სისტემით ახმეტის მუნიციპალიტეტის 7 სოფლის 5,200 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული იქნება წყალუზრუნველყოფილი. საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორის განცხადებით, ამ დროისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით ერთდროულად 30 ობიექტზე მიმდინარეობს რეაბილიტაცია, ხოლო 25 არხზე უკვე დასრულდა გაწმენდითი სამუშაოები. ეს სამუშაოები პრობლემატურია მოგეხსენებათ, იმიტომ რომ გვირაბის სამუშაოები სპეციფიურია და სირთულეებთან არის დაკავშირებული, მით უმეტეს გამომდინარე იქიდან, რომ დაზიანებული მონაკვეთის თავზე გაკეთებული იყო დიდი მიწის ძაბრი, რომელიც საშუალებას ქმნიდა, რომ შიგნით სამუშაოები ჩაეტარებიათ. საბედნიეროდ მოხდა ისე, რომ აღდგა ეს მონაკვეთი, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ზემო ალაზნის სარწყავ სისტემამ პრაქტიკულად მთელი დატვირთვით იფუნქციონიროს. ეს რომელიც გაფუჭდეს მოხდა 97 წელს. მდინარე ადიდდა ძალიან მდინარე და გამოიყვანა წყობიდან სარწყავის სისტემა. ეს მოინდომას ახალმა ხელისუფლებამ და დიდი საქმე კეთდა, რომელსაც ამერთეთრობის გაკეთებით 400 ჰექტარი მოერწყო. ეს სოფლისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. წყალი ირწყვებოდა ღია არხებით, არ იყო ეს და ეს პატარა საქმით ფერხდებოდა ამ ხელა საქმე. ახლა უკვე, რა ვიცი, ყველა ადგილობრივი 400 ჰექტარს მოწყავს თავისუფლად.